Чем отличается духовное служение от религиозного? რით განსხვავდება სულიერი მსახურება რელიგიურისგან? Религиозное все по конспекту. რელიგიური ყველაფერი კონსპექტს მიყვება. Крыша едет не спеша, все равно он читает это. სახურავი ნელ-ნელა მიდის აუჩქარებლად, მაგრამ მაინც А в ითვლება. реальной церкви მაგრამ რეალურ ეკლესიაში водительство Духом Святым სული წმინდის მართლობით является главным фактором. ეს არის მთავარი ფაქტორი. Когда кто-то говорит умные, большие, серьезные вещи, როცა ვიღაც ლაპარაკობს რაღაც სერიოზულ დიდ აზრებს, мне всегда хочется задать только два вопроса. მე ყოველთვის მინდა დაუსვა ორი შეკითხვა. Покажи мне твою семью, მაჩვენე მე შენი ოჯახი и я скажу, кто ты. და მე გეტყვი ვინ ხარ შენ. Это номер один. ეს ნომერი პირველი, Номер два. ნომერი მეორე. Если у тебя еще есть семья, покажи мне твою церковь. და თუ შენ კიდე გყავს ოჯახი, მე მაჩვენე შენი ეკლესია. Если ты говоришь о таких серьезных духовных вещах, покажи мне духовную семью. და როცა შენ ლაპარაკობ ისეთ სერიოზულ სულიერ საკითხებზე, მე ვეუბნები, მაჩვენე შენი სულიერი ოჯახი. И я скажу, кто ты. და მე გეტყვი ვინ ხარ შენ. Поэтому принадлежность к здоровой семье ამიტომ კუთვნილება ჯანსაღი ოჯახისა принадлежность к здоровой церкви, და კუთვნილება ჯანსაღი ეკლესიისა, в основе которой здравое учение, რომლის საფუძვლებში არის ჯანსაღი სწავლება, это характеристика зрелой личности. ეს არის ზდასრული ასაკის პიროვნების დამახასიათებელი თვისება. Потому что если ты говоришь о семейных ценностях, а у тебя нет семьи, то к тебе принадлежит это слово «засрули», да? Сейчас. თუ შენ ლაპარაკობ რაღაც ოჯახურ ფასეულობებზე და არ გყავს ოჯახი, შენ მიეკუთვნები ისეთ გამოხატვას, როგორც არის არასერიოზული. Самое интересное, ყველაზე საინტერესო. главные учителя про семью – это одинокие, разведенные люди, у которых семья это, зато на тебе расскажут, как воспитывать детей. ყველაზე საინტერესო რა არის? ისეთი სერიოზული მასწავლებლები ოჯახზე, ესენი არიან უკვე განქორწილებული მარტოხელა ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულ რაღაცებს ლაპარაკობენ ოჯახზე. Диванные эксперты сидит дома на диване. დივანის ექსპერტები შედან სახში დივანზე. Сейчас я расскажу, что в церквах сегодня происходит. და ეხლა მე მოგიყვები რა ხდება ეკლესიებში დღეს. Что в христианстве творится. რა ხდება ქრისტიანობაში. Церковь должна быть вот такой, ეკლესია უნდა იყოს а ასეთი. не вот такой. და ესეთი კი არა. Оторви это дело от дивана, расскажи мне, покажи твою церковь. და მოაშორე ეს ერთი ადგილი მაგ დივანს და წამოდექი ფეხზე და მომიყევი რა არის ეკლესია. Покажи мне веру из дел твоих. მაჩვენე შენი რწმენა შენ საქმეებთან ერთად. Не имея церкви, не имея семьи, сегодня этих учителей, как этих недобитых, как называется, да? Ну, вы сами знаете. და არ არის ოჯახი და არ ყავს ოჯახი და არ ყავს ეკლესია, ასეთი მასწავლებლები დღეს აი ყელამდე არის. Поэтому меньше торчите в сетях. ამიტომ ნაკლებად იბოდიალეთ ქსელებში. Потому что сам Христос предупредил, чтобы вы не попали в сети дьявола. იმიტომ რომ იმით ქრისტეც გვაფრთხილებდა რომ არ მოხვდეთ ეშმაკის ქსელში, ანუ ბადეში. А социальные сети – это как раз и есть вон те сети. და სოციალური ქსელები ზუსტად ის ქსელებია, რომელსაც ეშმაკი აბავს ხშირად. Поэтому пусть Бог даст здравый смысл. და ღმერთმა მოგცეს ჩვენ ჯანსაღი აზრი. Во-первых, быть самокритичным რომ პირველ რიგში ვიყოთ თვით и კრიტიკულები иметь критическое мышление. და გქონდეს კრიტიკული აზროვნება. Мы с Ольгой не стыдимся говорить о своем опыте. ჩვენ მე და ოლგას არ გვცხვენია ჩვენს გამოცდილებაზე Не ვილაპარაკოთ. только реклама наших успехов. ეს არ არის მარტო რეკლამა ჩვენი წარმატებების. Мы честно говорим, кто мы. ჩვენ პატიოსნად ვლაპარაკობთ ვინც ვართ ჩვენ. Посмотрите последний музыкальный проект «Маятник жизни», მოდი შეხედეთ ბოლო მუსიკალურ პროექტს ცხოვრების მაიატნიკი, который я сделал на 70-летие. რომელიც Это 70 просто წლის თავზე გავაკეთეთ. публичная исповедь. ეს არის საჯარო აღიარება. Так кто же настоящий я? ვინ არის ნამდვილი მე, ვინ ვარ Мои ნამდვილი მე? ошибки, ჩემი мои შეცდომები, подъемы. ჩემი ამაღლება. Маятник жизни. Вчера ты был наверху,
ცხოვრების კანკარა გუშინ იყავი სიმაღლეზე, Сегодня ты внизу, დღეს შენ დაბლა ხარ и Бог хочет тебя видеть და ღმერთს უნდა შენი დანახვა. тем же самым человеком, იმ ადამიანად, своим сыном, თავის ძედ, своей дочерью, თავის ქალიშვილად, хоть когда ты наверху, მაშინაც როცა მაღლა ხარ, წვერვალზე, в условиях комфорта и победы, კომფორტისა და გამარჯვებების პირობებში и в то время, когда ты внизу оказался. და იმ დროსაც როცა დაბლა დაეშვი და Дай нам Бог быть тем же самым, და მოგცეს ღმერთმა საშუალება რომ ის ვიყოთ, быть честным, ვიყოთ პატიოსნები, быть откровенным, ვიყოთ გახსნილები, ღიები, не быть заложником системы, რომ არ ვიყოთ სისტემის ტყვეები а иметь с Богом откровенные отношения. და გქონდეს ღმერთთან ღია გახსნილი ურთიერთობა. И я поделюсь некоторыми мыслями. მე გაგიზიარებთ რაღაც აზრებს И первая мысль. და პირველი აზრი Нужно так себя настроить, чтобы никто тебя не смог расстроить. უნდა აწყო შენი თავი ისე რომ ვერავინ ვერ შეძლო შენი აშლა. Во время конференции კონფერენციის დროს надо себя так настроить, უნდა აწყო შენი თავი ისე чтобы до следующей конференции რომ შემდეგ კონფერენცია тебя никто не мог расстроить. რომ შენ ვერავინ ვერ აქშალოს. Бог, настрой наши мозги, ღმერთმა უნდა აწყო შენი ტვინი. настрой наши эмоции, ღმერთო აწყე ჩვენი чтобы мы ემოციები. знали, кто мы, რომ ჩვენ ვიცოდეთ ვინ ვარ ჩვენ, с кем мы, ვისთან ერთად ვარ против кого мы, და ვის წინააღმდეგ во ვარ имя кого идем. და ვისი სახელით მივდივართ. Дальше мы должны знать истину. შემდეგ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჭეშმარიტება. Достаточно сказать правду в лицо, საკმარისია უთხრა პირისპირ სიმართლე и ты станешь объектом ненависти. და შენ გახდები ზიზღის ობიექტი. Ты должен знать, это суровая правда. უნდა იცოდე, ეს არის მკაცრი სიმართლე, Пока ты სასტიკი სიმართლე. льстишь, хвалишь, комплименты, лайки ставишь, молодец. სანამდე შენ აქებ ადიდებ კომპლიმენტებს და ლაიკებს უწერ ხოჭახ А когда ты сказал правду, და როგორც კიტყვი სიმართლეს, у тебя друзей стало меньше. შენ მეგობრები, შენი ნაკლები მეგობრები გაგიჩნდა. Когда смотришь, какая сегодня мерзота и педофилия процветает в христианской религиозной системе, и люди молчат, это мерзость. როცა ხედავ დღეს თუ როგორი საზიზღრობა და პედოფილია ვრცელდება ქრისტიანულ წრეებში და ამაზე დუმხარ, ეს არის საზიზღრობა ღმერთის თვალში. Запомните, Бог возлюбил правду დაიმახსოვრეთ, ღმერთმა შეიყვარა სიმართლე и возненавидел лживость и беззаконие. და შეიზიზღა სიყალბე და უკანონობა. Поэтому возьми это на заметку. ამიტომ აიღე და მოინიშნე ეს. Хватит лицемерить и врать себе и окружающим людям. კმარა, თვალთმაქცობა და ტყუილები შენს თავშიდაც და ირგვლივ მყოფ ადამიანებს შორისაც. Горе тем, кто черное называет белым. ვაი იმას, ვინც შავს ეძახის თეთრს. Но если ты будешь защищать правду, მაგრამ თუ შენ დაიცავ სიმართლეს, будь уверен, Бог защитит тебя. იყავი დარწმუნებული, ღმერთი დაგიცავ შენ. И когда ты будешь провозглашать правду, და როცა შენ აღიარებ и სიმართლეს, когда ты будешь защищать правду, როცა შენ დაიცავ то სიმართლეს, статус верующего მაშინ მორწმუნე სტატუსი трансформируется в статус праведника. ტრანსფორმირდება მართლის სტატუსში. Не все верующие праведники, ყველა მორწმუნე არ არის მართალი, но все праведники მაგრამ ყველა მართალი верующие. მორწმუნეა. Так пусть Бог увеличивает количество праведников в нашей церкви. და ღმერთმა გაზარდოს მართლების რიცხვი ჩვენ შორის. Даже если становится меньше. და თუნდაც ნაკლები იყოს ისინი. Потому что, как я говорил, если ты теряешь откровение ради друзей, იმიტომ რომ როგორც მე გითხარით, თუ შენ კარგავ გამოცხადებას მეგობრების გულისთვის, на фальшивых комплиментах, ყალბ კომპლიმენტებზე, ты долго не проедешь. შენ დიდხანს ვერ წახვალ. Давайте говорить друг другу
правду. მოდი უთხრათ ერთმანეთს სიმართლე. Хватит друг друга заводить в заблуждение. მოდი კმარა ერთმანეთის დაბნეულობაში შეყვანა. Даже если их стало меньше. თუ ნაკლები დავრჩით. Запомните, что есть широкий путь დაიმახსოვრეთ რომ არის ფართე გზა განიერი и есть узкий путь. და არის ვიწრო И გზა. когда сегодня говорят, ну сколько у тебя людей в церкви? და ხშირად ამბობენ რომ რამდენი ადამიანი გყავს Ну где ეკლესიაში. твои стадионы? სად არის შენი სტადიონები? 100 лет они мне ради количества нужны. 100 წელი არ მჭირდება ისინი მე რიცხვის გამო. Сколько вышло из Египта людей? რამდენი გამოვიდა ეგვიპტიდან, а? 2,5 миллиона. 2 მილიონი ნახევარი. О, как красиво все начиналось. არა ლამაზად დაიწყო А ყველაფერი. сколько с первой попытки из этих 2,5 миллионов вошли в обетованную землю? და რამდენი შევიდა აღთქმულ მიწაზე პირველი წლით ამ 2,5 მილიონიდან? 2 человека. ორი კაცი. Всего лишь მხოლოდ და მხოლოდ. погоня за количеством. თუ სიმრავლეს დადებ, რიცხვებს Это დადებ. опасная вещь. ეს არის საშიში რამ. Потому что იმიტომ რომ узкий путь ვიწრო გზა – это путь, когда ты защищаешь правду, истину, святость и праведность. ეს არის გზა, როცა შენ იცავს სიმართლეს, სიწმინდეს და ჭეშმარიტებას. А эти супергрейс, когда все можно, спасение потерять нельзя, даже если ты грешишь, даже если ты извращаешься, Бог уже тебя спас. Кто вам это сказал? და ეს სუპერ გრეისი, რომლებიც ამბობენ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი მადლით არის, გადარჩენის დაკარგვა შეუძლებელია, თუნდაც სოდავდე და რაც არ უნდა აკეთო, ასე შემდეგ. Мы сегодня про это немножко поговорим. ჩვენ ამაზე დღეს ცოტას ვილაპარაკებთ. Самое опасное ყველაზე – не საშიში превратиться в безмозглую толпу, რომ უტვინო ბრბოთ არ ვიქცე, которой управляет дьявол. რომელსაც მართავს ეშმაკი. Насколько у Бога мечта. რა ოცნება აქვს ღმერთს? У Бога есть мечта ღმერთს აქვს ოცნება, церковь превратить в свою невесту რომ ეკლესია აქციოს თავის საპატარძლოდ. ровно настолько. იმდენად რამდენადაც Дьявол заинтересован ეშმაკი დაინტერესებულია, превратить ее в вавилонскую проститутку. რომ გადააქციოს ეკლესია ბაბილონურ მეძავად. И представьте себе, война именно на этой линии происходит на сегодняшний день все больше, больше и больше. და წარმოიდგინეთ, ომი სწორედ აი ამ ხაზზე ხდება დღევანდელი დღისთვის უფრო მეტად და И მეტად. мы должны внимательно бодрствовать, Да. следить для того, чтобы никто не обольстил нас. და ჩვენ დღეს ყურადღებით უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ჩვენი ცნუნება. Когда Христа спросили, როცა ქრისტეს კითხეს, какой признак твоего пришествия რა ნიშანია შენი მეორედ მოსვლის и кончины века, და წუთისოფლის დასასრულის? он очень серьезное лицо сделал. მან ძალიან სერიოზული სახე И მიიღო он сказал, берегитесь, და თქვა, გაუფრთხილდით, чтобы кто не прельстил вас. გაფრთხილდით, რომ არავინ И შეგაცდით дальше თქვენ. перечисляется все, что будет в последнее время. და მე ჩამოთვლილია ყველაფერი, რაც იქნება ბოლო დროს. То, что и происходит. და ის რაც ხდება. Давайте бодрствовать. მოდი ფრთხილად ვიყო. Следить, какое учение, Моди какие откровения მივახციოთ ყურადღება, რა სწავლება არის, რა გამოცხადება, формирует наше мышление. რომელიც აყალიბებს ჩვენ საზროვნებას. Итак, следующее, შემდეგი, важная мысль. Незаменимых людей нет, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, но есть неповторимые. მაგრამ არის განუმეორებლები. Незаменимых нет, შეუცვლელები არ არსებობენ, но есть неповторимые. მაგრამ არსებობენ განუმეორებლები. Будь кем-то. იყავი ვინმე, Служения различные, მსახურება სხვადასხვა, дары различные, ნიჭები სხვადასხვა, действия различные, მოქმედებანი სხვადასხვა, но дух один и тот же. მაგრამ სული ერთი და იგივეა. Главный фундамент божественного творения – თავარი ფუნდამენტი ღვთიური შემოქმედების единство в многообразии. ეს არის მრავალფეროვნებაში ერთობა. Если не будет единства в многообразии, თუ არ იქნება ერთობა მრავალფეროვნებაში, будет демоническое однообразие. მაშინ იქნება დემონური ერთფეროვნება. Поэтому не бойся, если рядом с тобой человек, который на тебя не похож. ამიტომ ნუ გეშინია თუ შენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც შენ არ გგავს. Это нормально. ეს ნორმალურია. Даже если у него чуть-чуть другая
точка зрения. თუნდაც ცოტათი სხვა ხედვის წერტილი ქონდეს. Никто абсолютную истину не знает. არავინ არ იცის აბსოლუტური Мы ჭეშმარიტება. можем фундаментальные истины знать, ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტური ჭეშმარიტებები ვიცოდეთ, а методы, эти каких-то фасад, детали, они могут быть разные. მაგრამ მეთოდები რაღაც ფასადი, დეტალები შეიძლება იყოს სხვადასხვა. Петра кто пригласил на служение? პეტრე ვინ მოიწვია მსახურებაზე? Иисус. იესო. Савла кто пригласил на служение? სავლე ვინ მოიწვია მსახურებაზე? იესო. У этого 3 образования, ამას სამი განათლება а ქონდა этот рыбак. და ეს კიდე мეთებზე იყო. Вот почему, აი რატომ? когда Петрович знакомился с учением этого новообращенного апостола, როცა პეტრე გაეცნო აი ამ ახალ მოქცეული მოციქულის სწავლებას, и он говорит, ну, при множестве его образования есть очень много, там столько мути какой-то напридуманной в этих посланиях апостола Павла. და ის ამბობს, რომ ამ მოციქულის სწავლებაში არის იმდენი რაღაც ისეთი არეულობები ამ მოციქული პავლეს სწავლებაში. А на секунду представьте, у Павла было римское гражданство. და ერთი წამით წარმოიდგინეთ, პავლეს ჰქონდა რომის მოქალაქეობა. Во время римской оккупации израильской территории. ეს იყო იმ დროს, როცა რომს ჰქონდა ოკუპირებული ისრაელის ტერიტორია. И у него было и образование. მას ჰქონდა განათლება. Он был из интеллигенции. ის იყო ინტელიგენციიდან. Откуда Петрович был? საიდან იყო პეტროვიჩი? Пролетарии всех стран, соединяйтесь. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა Ты შეერთდი. хоть тресни. თუ გინდაც გასკდი. Классовое неравенство было, есть и будет. კლასობრივი უთანასწორობა И იყო, мудрость. არის და И იქნება. мудрость заключается в том, და სიბრძნე что მდგომარეობს если ты იმაში, თუ რომ შენ თუ აქ не ხარ, пренебрегай тем, кто там. ნუ არ ყოფ იმას, ვინც იქ არის. А если ты там, მაგრამ თუ იქ ხარ, не выпендривайся и не перечеркивай то, что ты не понимаешь. ნუ გამოხტები და ნუ გადახაზავ იმას, რაც არ გესმის. Амин. ამენ. Давайте уважать друг друга. მოდი პატივიცეთ ერთმანეთს. Где бы, кто бы ни находился. ვინც სად არ უნდა იყოს. Следующая очень интересная мысль. შემდეგი ძალიან საინტერესო აზრი. Она была скромна до безобразия, а после безобразия была опять скромна. უმსგავსოებამდე იყო თავდაბალი, მაგრამ უმსგავსოების მერეც ისევ თავდაბალი დარჩა. Как называется состояние, რა ეწოდება მდგომარეობას, когда в твоей жизни все хорошо? როცა შენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის. Была тишина в зале, სიძინარე დარბაზში смотрели друг на друга. ადამიანები უყურებდნენ Кто-то ერთმანეთს. говорит, можно отвечу? ერთმა თქვა, შეიძლება Можно. გასახო. შეიძლება. Так вот, как называется состояние, когда в твоей жизни все хорошо? რა ეწოდება მდგომარეობას, როცა შენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის. Можно микрофон взять? შეიძლება берите. მიკროფონი ავიღო? კი, როგორ არა. Состояние, когда в твоей жизни все хорошо, მდგომარეობა, როცა შენ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, это галлюцинация. ეს არის ჰალუცინაცია. Ну, я скажу вам, что эта характеристика не христианская. მე გეტყვით შენ თქვენ რომ ეს არაქრისტიანული დახასიათებაა. Это мечтатели, фантазеры. ესენი არიან მეოცნებები, фантазиорები. Я думаю, во Христе Иисусе მე ვფიქრობ იესო ქრისტეში благословение – это не галлюцинация. კურთხევა არ არის Это ჰალუცინაცია. реальная судьба помазанных людей, которые призваны Богом. ეს არის ცხებული ადამიანების რეალური ბედი, რომლებიც ღმერთისგან არიან მოწოდებული. Итак, друзья, მაშასე მეგობრებო, хочу поделиться сегодня Словом Божьим. მინდა გაგიზიარო დღეს Тема ღმერთის этого სიტყვა. послания ამ გზავნილის თემა არის – причина всех причин – мое желание. ეს არის მიზეზი ყველა Пожалуйста, вы მიზეზთა შორის. выводите ეს არის названия и тезисы. Причина всех причин – мое желание. ყველა მიზეზის მიზეზი ჩემი სურვილია. Начало всех начал – мое решение. ყველა დასაწყისის დასაწყისი ჩემი გადაწყვეტილებაა. Я сам მე თვითონ источник и добра, მე ვარ ყველა დასაწყისის დასაწყისი და წყარო. Поговорим о личной ответственности
მოდი ვილაპარაკოთ პირად პასუხისმგებლობაზე, за свою судьбу. ჩვენი ბედისა. Существует очень много теорий, არსებობს ძალიან ბევრი თეორია, которые разрушают персональную ответственность за свою судьбу. რომელიც ანგრევს პერსონალურ პასუხისმგებლობას ჩვენს ბედზე. Одни говорят, ну это генетика, ერთნი ამბობენ ეს არის გენეტიკა, другие говорят სხვები ამბობენ из кальвинистов, ну это судьба, сам Бог мне приготовил. სხვები კალვინისტები ამბობენ ეს ჩემი ბედია, რომელიც ღმერთმა Я тут მომწადა. ни при чем. მე აქ არაფერ შუაში ვარ. Бог уже определил для меня что. ღმერთმა რაღაც წინასწარ განსაზღვრა ჩემთვის. Существует другая теория, არის სხვა თეორია, что это дьявол виноват во всем. რომ ეშმაკია ყველაფერში Я დამნაშავე. тут ни при чем. მე არაფერ შუაში ვარ. Это дьявол. ეს ეშმაკია. А Бог, მაგრამ ღმერთი, Он смотрит нам сегодня в глаза ღმერთი დღეს თვალებში გვიყურებს и говорит, ты сам кузнец либо своего счастья, либо своего несчастья. და ის ამბობს შენ ხარ მჭედელი ან შენი ბედნიერების ან შენი უბედურების. Поговорим об этом, მოდი ვილაპარაკოთ чтобы ამაზე. мы себе не врали, რომ ჩვენ არ ვატყუებდეთ ჩვენს чтобы თავს, мы не перекладывали ответственность რომ ჩვენ არ გადავდოთ პასუხისმგებლობა за свои поступки, ჩვენი за свои საქციელისთვის, желания, ჩვენი სურვილებისთვის за свои решения. და ჩვენი Что не გადაწყვეტილებისთვის. работает? Читаем первое место. მოდი წავიკითხოთ პირველი ადგილი წმინდა წერილში. Давайте поговорим о личной персональной ответственности მოდი ვილაპარაკოთ პირად პერსონალურ პასუხისმგებლობაზე, за свои намерения, ჩვენს გადაწყვეტილებებზე, решения и поступки. გადაწყვეტილებებზე, სურვილებზე და საქციელზე. Давайте согласимся, то, что ты сегодня здесь находишься, მოდი შევთანხმდეთ ის, რომ დღეს შენ აქ ხარ, это результат твоих желаний ეს არის რეზულტატი, შედეგი შენი сурვილების и твоего решения. და შენი გადაწყვეტილების. Как мы уже говорили на утреннем служении, за шкирку никто сюда никого не тащил. როგორც დილის მსახურებაზე ვლაპარაკობდით, ქეჩოში ვერავინ ვერ წაავლებს ხელს веравин. В то же самое время იმავე დროს сегодня ночные клубы вечером დღეს будут საღამოთი переполнены. ღამის კლუბები იქნება გადავსებული. Сегодня на этих наркоточках დღეს აი ამ ნარკო წერტილებზე будут тысячи людей. იქნებიან ათასობით ადამიანი. Я говорю по всей Европе, მე ვლაპარაკობ მთელ ევროპაში, которые будут сознательно რომლებიც შეგნებულად уничтожать свою судьбу გაანადგურებენ საკუთარ ბედს и умирать. და მოკვდებიან. Вопрос, და კითხვა, кто ვინ в ответе? ვინ Мы უპასუხებს? можем говорить, ну это политическая система, утонченная, это религиозная система. ჩვენ ვილაპარაკებთ, რომ ეს არის პოლიტიკური სისტემა, ეს არის რელიგიური სისტემა და ასე შემდეგ. Но когда будет Божий суд, მაგრამ როცა იქნება ღვთიური სასამართლო, Господь философствовать не будет. უფალი ფილოსოფიას არ დაიწყებს. Каждый თითეული за себя პასუხს აგებს საკუთარი თავისთვის. даст отчет Богу. ჩააბარებს ანგარიშ ღმერთს. Я не буду за Трампа отвечать. მე ტრამპის გამო არ ვაგებ пасухს. Я не буду за Папу Римского отвечать. მე რომის პაპის მაგივრად არ Хотя ვაგებ у меня к пасухს. нему, я за них не отвечаю. მე მათზე არ ვაგებ пасухს. Уважаемые друзья, ძვირფასო я буду მეგობრებო, отвечать за себя. მე пасухს ვაგებ И ჩემს. так хочется, чтобы Бог отрезвил нас, და როგორ მინდა რომ ღმერთმა გამოგვაფხიზლოს ჩვენ готовил нас к тому, что мы с Ним однажды встретимся. და მოგვამზადოს იმისთვის რომ ჩვენ მას ერთხელ შევხვდებით. Когда кто-то меня сегодня осуждает за новый мировой порядок, და როცა დღეს ჩვენ განსჯით ახალ მსოფლიო წესრიგს кто-то говорит, в политику не лезь, და როცა ვიღაც ამბობს რომ პოლიტიკაში церковь отделена от государства, ნუ მიძურები ეკლესია გამოყოფილია у меня სახელმწიფოსგან всегда ответ, я туда не лезу. მე მაქვს ესეთი პასუხი მე იქ არ Если туда მივძურები будешь лезть, получишь. თუ იქ შეძურები მიიღებ კიდეც Мы идем туда с высоко поднятой головой, как Человек- Божьи представители, провозглашающие правду Божью. ჩვენ იქ მივდივართ აწეული თავით როგორც ღმერთის წარმომადგენლები რომლებიც ვაცხადებთ ღმერთის სიმართლეს Теряем друзей, ვკარგავთ это მეგობრებს вообще не проблема. ეს საერთოდ არ არის პრობლემა Церкви, которые отказываются сотрудничать, для меня это не проблема. ეკლესიები რომლებიც უარს ამბობენ თანამშრომლობაზე ეს ჩემთვის არ არის პრობლემა Когда у тебя есть откровение, что будет однажды
судилище Христово, როცა შენ გაქვს გამოცხადება, რომ ერთ დროს იქნება ქრისტეს სამსჯავრო, когда каждый из нас როცა თითეული ჩვენთაგანი будет отвечать этому главному судье, რომ პასუხს ვაგებთ იმ მთავარ მოსამართლის что ты წინაშე, делал в 26-м году, რას აკეთებდი 26 წელს, что ты делал в 90-х. რას აკეთებდი 90-იანებში. Ты был завербован КГБшниками или нет? შენ იყავი გადაბირებული კგბ-ს თანამშრომლების მიერ И или თუ Бог, არა. который все видит, და ღმერთი, რომელიც ყველაფერს ხედავს, который все слышит, რომელსაც ყველაფერი ესმის, перед лицом которого пишется памятная книга, ვის სახის წინაშე ძიწერება სამახსოვრო წიგნი, там будет и компромат, там будет и наше достижение, и все остальное. იქ იქნება კომპრომატების და ჩვენი მიღწევების და ყველა დანარჩენი. Он будет задавать такие вопросы, ის დაგვისმავს ისეთ которые никто из კითხვებს, людей даже задать не сможет. რომლის დასმაც ადამიანებისგან არავის შეუძლია. Вопрос, когда у тебя есть такое откровение, და კითხვა, როცა გაქვს ესეთი გამოცხადება, ты будешь готовиться к этой встрече. შენ მოემზადები ამ შეხვედრისთვის. Ты будешь испытывать даже свои тайные лабиринты души, შენ გამოიკვლევ შენი სულის საიდუმლო ლაბირინთებსაც კი, чтобы не стоять перед ним с постыженным лицом, რომ მის წინაშე არ დადგეს შერცხვენილი სახით. а чтобы сказать: Господь, в этом случае я поступал вот так. როცა გაბედულად ეტყვირო უფალო, აი ამ დროს მოვიქეცი ასე. Но легче всего მაგრამ ყველაზე ადვილია, вовремя раскаяться, чтобы этих вопросов было поменьше. რომ ყველაზე ადვილია თავის დროზე მოინანიო, რომ ეს კითხვები თოდ ნაკლები Потому იყოს. что дела их идут вслед за ними. იმიტომ რომ მათი საქმეები თან მიყვებიან მათ. Так пусть же за нами идет не наш компромат, пусть за нами идут дела Божьи. დაე ჩვენი კომპრომატები კი არ გამოგყვეს უკან, დაე ღმერთის საქმეები გამოგყვეს უკან. А чтобы не было этого компромата, раскайся вовремя. და რომ არ იყოს ეს კომპრომატები, მოინანიე თავის Покайся и დროზე. скажи: прости, Господь. მოინანიე და თქვი მაპატიე ღმერთო. И когда Господь прощает грехи, და როცა უფალი გპატიობს Он их ცოდვებს больше никогда не вспоминает более. და ის არასდროს აღარ გაგახსენებს მათ. Вот почему блаженны чистое сердце, აი ამიტომ არიან კურთხეულები ибо გულით სუფთანი. они Бога узрят. იმიტომ რომ ისინი ღმერთს იხილავენ. И как Павел бросает нам вызов, და როგორც პავლე გვესვრის გამოწვევას, он говорит: научился жить и в изобилии, ის ამბობს, მე ვისწავლე ცხოვრებას სიუხვეში научился жить и в нищете, და ვისწავლე ცხოვრება სიღარიბეში. научился проповедовать под аплодисменты ვისწავლე ცხოვრება აპლოდისმენტების და ქადაგება აპლოდისმენტების ქვეშ и научился проповедовать в амфитеатрах, და ვისწავლე ქადაგება ამფითეატრებში. когда рядом рычали львы. როცა გვერდით ლომები И ღრიალებდნენ. Бог избавил меня от львиных челюстей. და ღმერთმა გამანთავისუფლა მე ლომის კბილებისგან. Это исповедь открытым текстом. ეს არის აღსარება ღია ტექსტით. Когда он знает, что он встретится с Богом, როცა მან იცის, რომ შეხვდება ღმერთს и ему должен будет отдать отчет, და მას უნდა ჩააბაროს ანგარიში, он ответственно подходит к своей жизни. ის პასუხისმგებლობით ეკიდება თავის И он ცხოვრებას. говорит: течение совершил, და ის ამბობს, მდინარება დავასრულე, веру сохранил, რწმენა შევინარჩუნე и вопрос не стоит, спасен я или нет. და კითხვა აღარ მდგომარეობს იმაში, გადარჩენილი ვარ მე თუ არა. Какая награда у меня будет? რას ჯილდო მელოდება მე? Боже, открой наши мозги, ღმერთო გაგვიხსენი გონება, чтобы мы видели глубины вечности. რომ დავინახოთ მარადისობის სიღრმეები. Блажен человек, кто готов к встрече კურთხეულია კაცი, ვინც არის მზად ამ შეხვედრისთვის. с главным судьей. მთავარ მოსამართლესთან. Боже, храни нас. ღმერთო დაგვიცავე ჩვენ. Итак, уважаемые друзья, მაშასე ძვირფასო მეგობრებო. Бог нас предупреждает, ღმერთი ჩვენ გვაფრთხილებს, что чистое сердце, რომ სუფთა გული, просвещенное Духом Святым, სული წმინდით განათლებული, имеет внутри себя пророческую картину будущего. თავის შინაგანში აქვს მას მომავლის წინასწარმეტყველური სურათი. Но если сердце лукаво и крайне испорчено, მაგრამ თუ გული ბოროტია და უკიდურესად გაფუჭებული, эти люди живут только
сегодняшним днем и дальше носа ничего не видят. ეს ადამიანები ცხოვრობენ მხოლოდ დღევანდელი დღით და ცხვირის იქით ვერ ხედავენ ვერაფერს. Вот почему больше всего хранимого აი ამიტომ წერია რომ ყველა შესანახავზე მეტად храни сердце свое. შეინახე შენი გული. Откуда источники жизни? საიდანაც არის სიცოცხლის წყაროები. Итак, в Маша- любом случае, ყოველ как შემთხვევაში говорят в народе, როგორც ხალხში ამბობენ, мы кузнецы собственного счастья, ჩვენ ვართ საკუთარი ბედნიერების მჭედლები. либо мы кузнецы собственного несчастья. ან ჩვენ საკუთარი უბედურების გამომჭედავები. Галатам 5, 13, 15. გალატელების მეხუთე თავის 13-15 მუხლები. К свободе призваны вы, братья. ხოლო თქვენ ძმებო თავისუფლებისთვის ხართ Мы მოწოდებული. вот слышали, свобода. Свобода თავისუფლება. – это прекрасное слово ეს «свобода». არის Дальше. გასაოცარი სიტყვა. Но მაგრამ внимательно следите, ოღონდ чтобы эта свобода ყურადღებით იყავით რომ ეს თავისუფლება не была поводом к угождению плоти, რომ არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად. но любовью служите друг к другу. არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. Ибо весь закон в одном слове заключается: ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს. люби ближнего твоего, как самого себя. გიყვარდეს მოყვასი შენი ვიცართა თავი შენი. И дальше, если же друг друга угрызаете მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ и ერთმანეთს съедаете, და ჭამთ ერთმანეთს, представьте, какие были съедобные церкви. წარმოიდგინეთ როგორი შესაჭმელი ეკლესიები იყვნენ. Там в кафе ели не бутерброды იქ კაფეებში ბუტერბროდებს კი არ ჭამდნენ. братьев и сестер. იქ დებსა და ძმებს ჭამდნენ. Вот такие разные церкви бывают. ასეთი სხვადასხვანაირი ეკლესიებიც არსებობს. 15. Если же вы друг друга угрызаете მე-15 მუხლით, მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ и съедаете, და ჭამთ, чтобы не подавился, რომ არ დაიხჩო, берегитесь, ფრთხილად იყავით, чтобы вы не были истреблены друг другом. რომ ერთმანეთი არ მოსყოთ. На что я обращаю внимание? რაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო? Обращаю внимание на важную деталь. ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა В этом გავამახვილო. месте ни слова не сказано про Духа Святого. აქ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი სულიწმიდას. Вот если вы будете в Духе Святом, если вы будете исполняться, вы будете любить друг друга и так далее. აი თუ იქნები სულიწმინდაში, თუ იქნები სულიწმიდით ავსობილი, თქვენ სიყვარულით იქნები დავსებული და ასე შემდეგ. Или не давайте место дьяволу, потому что если дьявол будет оккупировать тебя, ты будешь жрать своего соседа каждое утро. და არ მისი ადგილი ეშმაკს, იმიტომ რომ თუ ეშმაკი მოახდენ შენ ოკუპაციას, შენ ყოველ დღე შეჭამ შენს მეზობელს. Ни слова здесь არც ერთი სიტყვა აქ. не сказано ни про Духа Святого, არც სულიწმინდაზე, который гарантирует нам благословение. რომელიც ჩვენ გვაძლევს კურთხევის გარანტიას. И ни слова здесь не сказано про дьявола, და არც ერთი სიტყვა არ არის აქ ნათქვამი ეშმაკზე. на которого мы всегда ссылаемся. რომლებზედაც უყოლთვის ვაკეთებთ აქცენტს. Да это не я. მე ეს მე არ ყოფილვარ. Здесь главная персона აქ არის მთავარი პერსონა, человек. ადამიანი. Вот ты вот стоишь, разве такого не было у вас? ასეთი რამე არ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში. Раздражает тебя ситуация, გაღიზიანებს შენ სიტუაცია особенно он тот лохматый. და ის ვიღაც Только рот открывает, а тебя уже внутри вот так вот. მარტო პირი გააღო და უკვე შენ შინაგანში И у тебя რაღაცა. такое желание внутреннее შენ ისეთი სურვილი გაქვს შინაგანი, пасть ему закрыть. რომ დაუკეტო პირი. Но блажен человек, который отказывается მაგრამ კურთხეულია ადამიანი, რომელიც უარს ამბობს от этой реакции, ამ и რეაქციაზე внутри он говорит: და შინაგანში ამბობს. психопаты и истерики Царства Божьего не наследуют. ფსიქოპათები და ისტერიულები ღმერთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ. Скажите, даже вот эти ссоры, скандалы, вот эти все какие-то конфликты, но блаженны миротворцы. თუ გახსენდებას ეს კონფლიქტები, ეს ჭხუბები, ეს ხვირილები, მაგრამ კურთხეულები არიან მშვიდობის მყოფელნი. Ну, было бы что-то там серьезное, кроме амбиций, кроме вот этих эмоций, ничего нету. А сколько оскорблений, а сколько вот этих унижений и испорченных отношений. და ყოფილიყო იქ რაიმე მიზეზი გარდა ამბიციებისა და ამ რაღაც გაუგებარი რაღაცეების და ამდენი ტკივილი, ამდენი ჭხუბი, ამდენი არეულობა. Повторяю,
здесь ни слова про дьявола и ни слова про Духа Святого. კიდევ გავიმეორებ, აქ არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი არც ეშმაკზე და არც სული წმინდაზე. Причиной всех причин ყველა მიზეზთა მიზეზი является сам человек. არის მხოლოდ ადამიანი. Кому ты даешь место? ვის მისცემ ადგილს? Либо ты Богу даешь место, ან ღმერთს აძლევ и ადგილს? тогда Бог уже использует тебя, твои мозги и твои уста. ამ შემთხვევაში უკვე ღმერთი იყენებს შენს გონებას და შენს ბაგეებს. Или ты даешь место дьяволу. ან შენ აძლევ ადგილს ეშმაკს? Вот тогда, и когда ты говоришь, это не я, это он, ты дал ему место. როცა შენ ამბობ, ეს მე კი არ ვიყავ, ის იყო. შენ მიეცი მას ადგილი. Как Бог Каину сказал? როგორ თქვა ღმერთმა საიდუმლოებები? Как Бог Каину сказал? А? როგორც ღმერთმა კაინს უთხრა, Он говорит, у дверей сердца твоего ღმერთმა უთხრა, რომ შენ ზღურბთან არის ჩასაფრებული. грех лежит. შენი ცოდვა. Но ты закрой двери и не давай ему места, а господствуй над ним и приказывай ему, чтобы он убежал от тебя. შენ კი მიუხურე კარები და არ მისცე მას ადგილი, გააგდე შენგან, რომ ვერი ბატონო შენზე, შენი ბატონე მასზე. Запомните, персональная ответственность человека никогда не была отменена. დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანის პერსონალური პასუხისმგებლობა არასდროს არ ყოფილა გაუქმებული. Это мы являемся началом всех начал, ეს ჩვენ ვართ ყველა მიზეზთა მიზეზი, საწყისი, источником и добра, и зла. და კეთილისა და ბოროტის წყაროებიც. Причиной всех причин, ყველა მიზეზთა მიზეზი, происходящих обстоятельств вокруг нас, ჩვენს ირგვლივ წარმოშობილი მდგომარეობებიდან, хоть со знаком плюс, მხოლოდ პლუსის хоть ნიშნით, со знаком минус, ან პლუსის ნიშნით, ან это მინუსის наш ნიშნით, собственный выбор. ეს არის ჩვენი პირადი არჩევანი. Снимать с себя ответственность მოიხსნა შენი თავიდან за პასუხისმგებლობა содеянные поступки, ჩადენილი საქციელებისთვის, это значит лгать себе. ეს ნიშნავს მოატყუო საკუთარი თავი. Но самое страшное, მაგრამ ყველაზე საშინელი это лицемерить ეს არის перед თვალთმაქცობა Господом, უფლის წინაშე, который все видит, რომელიც ყველაფერს который ხედავს, слышит. რომელსაც И ты говоришь, ყველაფერი Господь, ну ესმის. ты видишь, это же не я. ღმერთო, შენ ხო იცი რომ ეს მე არ ვარ. Знаете почему? იცით რატომ? Бог с искренним ღმერთი გულმართალს поступает искренно. გულმართლად ექცევა. С честным პატიოსნებს он поступает честно. პატიოსნად ექცევა. А с партизанами და პარტიზანებს კიდე по-партизански. პარტიზანულად С ექცევა. лукавыми ბოროტებს он поступает по лукавству его. ბოროტად მოექცევა. Как можно перед Богом, როგორ შეიძლება который ხის все წინაშე, видит, слышит, вот так вилять რომელიც ყველაფერს ხედავს და ესმის, აი ესეთი რაღაცა и აკეთო убегать от ответственности? და გაიქცე პასუხისმგებლობისგან. Запомните, დაიმახსოვრე. все с человека начинается, ყველაფერი ადამიანიდან იწყება, с его приоритетов მისი პრიორიტეტებიდან и предпочтений. და მისი ფასეულობებიდან. А любой из нас და თითეული ჩვენთაგანი всегда имеет выбор. ყოველთვის გვაქვს არჩევანი. Либо творить добро, ან სიკეთეს გავაკეთებთ, либо совершать злые деяния. ან ჩავიდენთ ბოროტ მოქმედებებს. В человеческой сущности ადამიანურ არსში есть источник зла, არის წყარო ბოროტების, и в человеческой сущности ასევე ადამიანურ არსში, есть არსებაში источник добра. არის სიკეთის წყაროც. Даже после рождения свыше და ზეციდან შობის მერეც კი возрожденный дух ეს აღორძინებული სული, ზეციდან это შობილი სული. военная база Божьего Царства, ეს არის ღმერთის სამეფოს სამხედრო ბაზა. наследие Иисуса Христа. ეს არის იესო ქრისტეს А მემკვიდრეობა. наша плоть, და ჩვენი სხეული, которая ხორცი, желает противного духу, რომელსაც სურს სულის საწინააღმდეგო, это наследие, проклятое наследие Адама. ეს არის ადამის სხეული მემკვიდრეობა. Именно это есть инструмент дьявола. და ზუსტად ეს არის ეშმაკის ინსტრუმენტი. Даже быть честным, и апостол Павел был настолько честен, თუნდაც იყო პატიოსანი, მოციქული პავლე იმდენად პატიოსანი იყო. он говорит, после рождения свыше, И после сам- того, когда я встретился с ним,
ეს ამბობს ზეციდან შობის მერე, მას შემდეგ რაც მას შევხვდი, началась гражданская война в моем внутреннем человеке. დაიწყო ჩემ შინაგანში სამოქალაქო ომი. Дух желает противного плоти. სულს ხორცის საწინააღმდეგო სურს. Плоть ხორცს желает противного духу. სულის საწინააღმდეგო. Они противятся друг другу. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. Не дьявол ეშმაკი კი არა и не Бог. და ღმერთი კი არა. Дух სული и плоть. და ხორცი. И от тебя зависит. და შენზეა დამოკიდებული. Либо ты духом будешь умерщвлять внутри себя дела плоти, ან შენ სულით შეამცირებ შენში ხორცის საქმეებს, либо живя по плоти ან იცხოვრებ ხორცით и не возрастая в духе, და არ გაიზრდები სულში ты будешь плотью истреблять дела духовные. და შენ სხეულითვე ხორცითვე მოსპობ სულის საქმეებს. Ну кто об этом сегодня говорит? და ვინ ლაპარაკობს დღეს А может ამაზე? пришло время на самом деле открыть эту истину на полную катушку. მოვიდა დრო რომ გავხსნათ ეს მთლიანი ჭეშმარიტება სრულყოფილად. Галатам 5, 16, 17. გალატელების მეხუთე თავის მე-17 მუხლები. А я говорю вам, და მე გეუბნები თქვენ, поступайте по духу, იარეთ მოიქეცით სულიერად и вы не будете исполнять вожделение плоти. და აღარ აღასრულებთ ხორცის საქმეებს. Духовная дисциплина. სულიერი დისციპლინა. Ну кто из нас не понимает, а? ვის არ ესმის ეს, Что и желание добра რომ კეთილი სურვილიც внутри тебя, შენ შინაგანშია и желание зла. და ბოროტი სურვილიც А ты შენში. выбираешь, შენ კიდევ ირჩევ. кому ты отдашь предпочтение. რომელს მისცემს შენს ხმას? Запомните, человек в жизни никогда не грешит сразу. დაიმახსოვრეთ ადამიანი ცხოვრებაში არავითარ შემთხვევაში არ წოდავს მაშინვე. Прежде чем совершить поступок, სანამდე ჩაიდენდეს საქციეს, нужно принять решение. უნდა მიიღო გადაწყვეტილება. А прежде чем принять решение, სანამდე მიიღებდე ты გადაწყვეტილებას, должен иметь желание. შენ უნდა კონდეს სურვილი. Так вот, на уровне уже желаний და სურვილის დონეზე უკვე победи свою плоть. გაიმარჯვე შენს ხორცზე. На уровне желания. სურვილის დონეზე. Пусть желание Бога და ღვთის სურვილი на теоретическом уровне თეორიულ დონეზე заблокирует желание плоти. დაბლოკოს ხორცის სურვილები. Слишком поздно принимать решение, когда уже желание ты лелеял, когда твое желание превратилось в решение, а решение превратилось в поступок. Поздно пить боржоми. ძალიან გვიანია უკვე როცა შენ მიიღე სურვილი გაზარდე ის გადააქციე უკვე მოქმედებად უკვე გვიანია იქ რამე შეცვალო. На уровне желаний давайте быть честными, а? მოდი სურვილების დონეზე ვიყოთ პატიოსნები ღვთის წინაშე. Заканчивается день, თავრდება დღე, гасится свет. ქრება შუქი. Что в твоей голове и что в твоей совести? რა არის შენს თავში და რა არის შენს სინდისში? А может, есть такой смысл? და იქნება არის ასეთი აზრი. Перед тем, как заснуть, იქამდე სანამ დაიძინებდე, провести ревизию. რომ გაიარო რევიზია, Испытай меня, Боже, გამომცადე უფალო. и зри, не на опасном ли я пути, და მაცნობე შემატყობინე საშიშ გზაზე ხო არ и ვიმყოფები направь меня на путь вечный. და დამაყენე მე შენს Господь, მარადიულ проверь გზაზე. намерение моего сердца. ღმერთო გაზომე ჩემი გულის У меня вот такие გადაწყვეტილებები. планы. მე ასეთი Не გეგმები является ли это амбициями? და იცი რომ მე ასეთი ამბიციებიც მაქვს. Если ты даже, Господь, производишь во мне хотение и действие, Господь, дай мне это ощутить. და უფალო შენ თუ წარმოქმნი ჩემში სურვილსაც და მოქმედებასაც მომეცი რომ ისინი სწორი იყო შენ წინაშე. Давайте побеждать плоть не на уровне поступков, а давайте побеждать плоть даже не на уровне решений, давайте побеждать плоть на уровне желаний. მოდი დავამარცხოთ ხორცი საქციელების დონეზე კი არა. მოდი დავამარცხოთ ხორცი გადაწყვეტილების დონეზე კი არა. დავამარცხოთ ხორცი სურვილების დონეზე. Потому что желание – это семя. იმიტომ რომ სურვილი ეს არის თესლი. Если говорить современным языком,
თუ თანამედროვე ენით ვილაპარაკებთ, Давайте абортировать все желания плоти. მოდი მოვახდინოთ ხორცის ყველა სურვილის აბორტი. Как вот мы слышали, да чтоб ты сдох. Или приехал на коляске какой-то, ты внутри просто сказать, угомонись. Чтоб тебе самому на эту коляску не сесть. რომ მომკვდარიყავი ან ინვალიდის ეტლით რომ მოსულიყავი უკეთესი იქნება, ხო? შეჩერდი, დაწყნარდი და გაიგე რომ ეს ასე არ არის, ეს ღმერთისგან არ არის. И читаем, Павел, он как психолог, глубокий, евангельский, и говорит, я расскажу вам, что происходит на уровне духа и плоти. და პავლე, მინდა გაიგოთ, რომ პავლე როგორც სიღრმე, როგორც ღრმა ევანგელისტი გვეუბნება, რომ მე მინდა მოგიყვე თქვენ რა ხდება თქვენს სულის დონეზე გადაწყვეტილებებში. Ибо плоть желает противного духу, რადგან სულს სურს ხორცის საწინააღმდეგო а дух противного плоти. და ხორცს კი სულის საწინააღმდეგო. Они друг другу противятся, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან так что вы делаете не то, что хотели бы. და რომ აკეთოთ არა ის რაც გინდათ. И обратите внимание, Павел говорит, это ты делаешь. და მიაქციე ყურადღება პავლე ამბობს, რომ ამას შენ აკეთებ. Это твое решение. ეს შენი გადაწყვეტილება. Ни дьявол тут ни при чем, ни Бог тут ни при чем. არც ეშმაკი არაფერ შუაშია აქ და არც ღმერთი. Это твои желания, ეს შენი სურვილებია, это твои решения, ეს შენი გადაწყვეტილებებია, это твой поступок. ეს შენი საქციელებია. Мы должны понимать, ჩვენ უნდა გავიგოთ, что мы отвечаем и за желания, и за решения, и за поступок. ჩვენ უნდა შევიმეცნოთ და გავიგოთ, რომ ჩვენს პასუხს ვაგებთ ჩვენს სურვილებზეც, ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩვენს მოქმედებებზეც. И дальше апостол Павел идет в очень неприятную сферу, которой не принято публично говорить, но мы читаем в Евангелии. შემდეგ პავლე მოდის ძალიან არასასიამოვნო სფეროს ეხება, რომლებიც მიუღებელია საჯაროდ ამის ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ ამის. Что такое дело плоти? რა არის სხეულის საქმეები? Давайте прочитаем. მოდი წავიკითხოთ. 19 стих. მე-19 მუხლი. Дела плоти известны. ხორცის საქმეები აშკარაა. Это мы, Господи. ეს ჩვენ ვართ უფალო. Независимо, грузин, армянин ты, таджик или латыш, არა человек მნიშვნელობა есть შენ. человек. ქართველი ხარ, სომეხი ხარ, ლატიში ხარ თუ ტაჯიკი, ადამიანი არის ადამიანი. Дела плоти известны. ხორცის საქმეები აშკარაა. Они суть. ეს არის არსი. Прелюбодеяние, ეს არის სიძვა, блуд, უწმინდურება, нечистота, თავშეუკავებლობა, непотребство, მოუთმენლობა, идолослужение, კერტმსახურება, волшебство, მისნობა, вражда, მტრობა, ссоры, ჩხუბი, зависть, гнев, ეჭვიანობა, რისხვა, распри, разногласия, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, ненависть, სიძულვილი, убийство, მკვლელობა, пьянство, ლოთობა, бесчинство გაუმაძღრობა, и тому подобное. სხვა ასეთი Предваряю вас, გეუბნები წინასწარ, как и прежде предварял, როგორც ადრე მithქვამს, что поступающие так რომ ამის მკეთებელნი Царство Божьего не наследуют. ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. Кому говорил Павел? ვის ეუბნეოდა Он პავლე? говорил рожденным свыше людям, ამას ელაპარაკებოდა которые- ზეციდან შობილ ადამიანებს, которые претендовали на спасение. რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ გადარჩენაზე. Рожден свыше? გადარჩენა Да. ზეციდან შობილი. Мое имя записано в книге жизни. ჩემი Да. სახელი ჩაწერილია Но если ты не სიცოცხლეში. победил свою плоть მაგრამ თუ შენ არ ვერ გაიმარჯვე შენ ხორცზე и продолжаешь блудодействовать, და ისევ მეწაობაში ცხოვრობ, у тебя зависимость от пьянства, თუ შენ გაქვს Если у დამოკიდებულება тебя ლოთობაზე зависимость და от ალკოჰოლზე, насилия, ან კიდე ძალადობაზე и ты живешь по плоти, და შენ ცხოვრობ ხორცით, даже если ты спасенный, ты это спасение потеряешь в 2 счета. გადარჩენილიც რო იყო, შენს გადარჩენას დაკარგავ ორ თვლაში И хватит слушать эту спекуляцию. და Я спасен, значит, навеки. Кто тебе об этом сказал? მარა ამ სპეკულაციის მოსმენა მე გადარჩენილი ვარ ანუ საუკუნოდ. Если ты живешь по плоти, Царство Божьего не наследуешь. შენ თუ ცხოვრობ ხორცის თანახმად, ღმერთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრე. Апостол Павел сегодня хочет отрезвить наше сознание. მოციქულ პავლეს უნდა გამოაფხიზლოს ჩვენი შემეცნება. Поступающие так
ასე მომქცევნი Царство Божьего не наследуют. ღმერთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ. Отлично, что первый сезон был святой, праведный. გასაოცარია და ძალიან კარგია რომ პირველი სეზონი იყო წმინდა და მართალი. Но потом дьявол приходит, მე რეშმაკი მოდის и происходит отступление. და ხდება დაშორება, В განდბობა. судьбе каждой церкви есть этот этап. ყველა ეკლესიაში არის ეს ეტაპი. Вы шли хорошо, თქვენ მიდიოდით კარგად. вы защищали себя თქვენ იცავდით თქვენს თავს. от всякой нечистоты, ყველა უწმინდურების, мерзости. ყველა სისაზისღრისგან. Кто остановил вас? ვინ შეგაჩერა Кто თქვენ? прельстил вас? ვინ გაცდუნა თქვენ? Петр говорит, პეტრე ამ лучше бы вам было не познавать пути этого спасения, პეტრე ამბობს რომ თქვენთვის უკეთესი იყო საერთოდ არ გაგეგოთ ამ გადარჩენაზე, чем познав, произвольно вернуться и грешить. ვიდრე შეგეცნოთ და შეგნებულად დაბრუნებულიყავით და ცოდვილი ცხოვრება С вами გაგეგეთ. происходит, как по верной пословице, что пес возвращается на блевотину свою. თქვენზე ხსრულდება ის ნათქვამი ადრე რომ ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება. А свинья возвращается на свои вот эти вот, на свою грязь. დაბანილი ღორი კიდე ისევ ტალახში წვება. Спасение потерять нельзя. გადარჩენა დაკარგვა Сколько შეუძლებელი. можно манипулировать сознанием? სანამდე შეიძლება აზროვნების манипулირება. Написано, что ты носишь имя, будто жив, დაწერილია რომ შენ ატარებ სახელს თითქოს სოცხალი ხარ, но ты мертв. მაგრამ შენ მკვდარი Если ხარ. ты не покаешься თუ შენ არ и не მოინანიებ победишь свою плоть და არ გაიმარჯვებ შენ со страстями и похотями, თავის gulis თქმებით და საქმიანობით живущие по плоти, ხორცისთან Царство Божьего не наследуют. ღმერთის სამეფოს ვერ Поэтому დაიმკვიდრებენ. сегодня, как никогда, пасторы, лидеры, და დღეს როგორც არასდროს мы должны гораздо громче говорить о святости и о праведности, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიწმინდეზე და სიმართლეზე. о чистоте взаимоотношений друг с другом. ურთიერთობებში. Если наследие Адама, თუ ადამიანის მემკვიდრეობა которая суть плоть, არის ხორცი, не будет побеждено არ იქნება დამარცხებული. наследием Иисуса Христа, который Иисус суть Христос. наш дух, იესო ქრისტეს მემკვიდრეობით, რომლის არსი ჩვენი სულია, то наследие Адама მაშინ ადამიანის или მემკვიდრეობა, плотское христианство, ან ხორციელი или ქრისტიანობა, душевное ან христианство, შვინვიერი оно ქრისტიანობა тебя заведет в это болото. და ის შენ აუცილებლად შეგათრევს ამ ჭაობში. Итак, мы Маша, должны в полной мере ჩვენ სრული поставить перед собой эту задачу. სრული საზომით უნდა დავდოთ ჩვენ წინაშე ეს დავალება. Разрушить наследие Адама დავანგრიოთ ადამიანის მემკვიდრეობა благодаря наследию Иисуса Христа. იესო ქრისტეს მემკვიდრეობის მეშვეობით. Возможно ли освободиться от этого наследия? შესაძლებელია თუ არა ამ მემკვიდრეობისგან Верующему განთავისუფლება? все возможно. მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია. Если Христос в вас, თუ ქრისტე თქვენშია, тело будет мертво для греха. სხეული მკვდარი იქნება ცოდვისთვის. Мы с вами не контейнер с родословным проклятием. ჩვენ თქვენთან ერთად კონტეინერები არ ვართ ეს შთამომავლობით. Мы должны уверовать, что мы храм живущего в нас Святого Духа. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ვარ ჩვენში მცხოვრების სულიწმინდის ტაძრები. И что на престоле нашего сердца რომ ჩვენი გულის ტახტზე находится Иисус Христос. არის იესო ქრისტე. Новое творение во Христе Иисусе. ახალი ქმნილება ქრისტე იესოში. Древнее прошло, ძველმა განვლო. теперь все новое. ეხლა ყველაფერი ახალია. Что такое наследие Христа? რა არის ქრისტეს მემკვიდრეობა? Читаем 22. მოდი წავიკითხოთ 22. Плод же Духа, ხოლო სულის ნაყოფია любовь, სიყვარული, радость, სიხარული, мир, მშვიდობა, долготерпение, სულგრძელობა, благость, სახიერება, милосердие, სიკეთე, вера, ერთგულება, кротость, სულგრძელობა, воздержание. სიმშვიდე, თავშეკავება. На таковых нет закона, ამათ წინააღმდეგ არ არის но те, ჯური. которые Христовы, ხოლო მათ ვინც ქრისტესნი არის, они распяли плоть ჯვარსაც ვესთავიანთი со ხორცი, всеми страстями ვნებებთან და и გულის თქმებთან похотями. ერთად.
Итак, уважаемые друзья, და მაშასე მეგობრებო. вот портрет нового творения во Христе Иисусе. აი როგორია ახალი ქმდილების პორტრეტი იესო ქრისტეს. Прежде чем спасать Грузию, სანამდე прежде чем გადავარჩენთ спасать საქართველოს, Германию, სანამდე გადავარჩენთ прежде чем გერმანიას, спасать эти неспасенные народы, სანამდე გადავარჩენთ ამ Господи, გადავარჩენილ помоги ხალხებს, нам ღმერთო сначала დაგვეხმარე, победить это проклятие Давай. внутри себя, დაგვეხმარე რომ ეს წყევლა დავამარცხო ჩვენში, и тогда духовная церковь მაშინ სულიერი ეკლესია на новом уровне, ახალ დონეზე она будет утверждать на этой земле. და ის Царство დამყარებს Божье. დედამიწაზე ღმერთის სამეფოს. Итак, когда реальные служителя Христовы მაშასე როცა ქრისტეს რეალური მსახურები распяли плоть со страстями и похотями, მათ ჯვარსაცვეს სხეული გულისხმებთან და ვნებებთან ერთად врата ада их не одолеют. ჯოჯოხეთის ჭიშკარი ვერ დაძლევს А მათ Царство Божие над ними будет всегда открыто. და ღმერთის სამეფო მათ ზემოთ იქნება ყოველთვის გახსნილი. И 1 Коринфянам 6, 9, 11 და პირველი კორინთელების 6-ის 9-11 მუხლები. Павел снова говорит, პავლე კიდევ ერთხელ ამბობს, что если даже в Америку რომ თუნდაც ამერიკაში не все желающие могут попасть, если у тебя не будет визы, документов, если у тебя не будет соответствующих юридических документов, ты туда не попадешь. თუნდაც ამერიკაში წამსვლელის მსურველებს ყველას არ შეუძლია წავიდეს, რომ საჭირო არის ვიზა, დოკუმენტები და ასე შემდეგ, რომ იქ მოხვდე. Если даже в Грузии есть паспортный контроль, თუ საქართველოში არსებობს საპასპორტო კონტროლი, если даже в Гондурас ты просто так не проедешь, там Слушай, будут пограничники стоять и говорить документы, приглашение, виза. ჰონდურასშიც კი ვერ შეხვალ ესე შენ სურვილზე, იქაც დგას მესაზღვრე და გეუნება მაჩვენე პასპორტი, მოსაწვევი და ვიზა. Откуда вы взяли, что на границах Царства Божьего не будет паспортного контроля и пограничной службы, а? საიდან მოიტანეთ, რომ სათასამეფოს საზღვარზე არ იქნება საპასპორტო კონტროლი? Так откуда вы это взяли? საიდან მოიტანეთ ეს? И ходил Енох перед Богом, და დადიოდა ენოხი ღვთის წინაშე и не стало Еноха, და აღარ იყო ენოხი, потому что Бог его взял. იმიტომ რომ ღმერთმა წაიყვანა. Но прежде чем пересечь этот паспортный контроль Царства Божьего, მაგრამ იქამდე სანამდე გადაკვეთდა ამ სათასამეფოს он საპასპორტო получил კონტროლს. документ, მან მიიღო документи. он получил свидетельство. მან მიიღო მოწმობა. О чем оно говорило? რას ლაპარაკობდა ეს Он მოწმობა? получил свидетельство, Ман что Мико. он угодил Богу. მან მიიღო მოწმობა, რომ И ასე поэтому он был ღმერთს. переселен. დიდება უფალს. Есть этот документ. გაქვს ეს დოკუმენტი? Пройдешь. გახვალ. Нет შეხვარ. этого документа. არ გაქვს ეს დოკუმენტი. Мечтай сколько хочешь. იოცნებერამდე იც გინდა. Вот почему здесь и Павел говорит именно об этом. და ზუსტად ამიტომ პავლე აქ ლაპარაკობს ამაზე. Читаем еще раз. 1 Коринфянам 6, 9, 11. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ პირველი კორინთელების მე-6 თავის 9-11 მუხლები. Или не знаете, განა არიცით რომ что неправедные რომ უსამართლონი Царство Божьего не наследуют? ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს. И он повторяет эту мысль. და ის იმეორებს ამ აზრს. Где? В церкви. სად არის ეკლესიაში? Большой церкви. დიდ И он ეკლესიაში. говорит, не обманывайтесь. არ მოიტყუო თავი. Не блудники, არ მოიტყუო თავი, ვერც მეძავნი, не идолослужители, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, не прелюбодеи, ვერც მრუშნი, не малаки, ვერც დადედლებულნი, не мужеложники, ვერც მამათმავალნი, не воры, ვერც ქურდნი, не лихаимцы, ვერც не ხარბნი, пьяницы, ვერც ლოთნი, не злоречивые, ვერც მლანძღველნი, не хищники. ვერც მტაცებელნი, Царство Божьего ვერ დაიმკვიდრებენ не наследуют. ღმერთის სამეფოს. Победишь свои дела плоти, დაამარცხებს შენი ხორცის საქმეს, получишь визу. მიიღებ ვიზას. А если нет, და თუ არა, туда не войдет ничто нечистое. იქ ვერ შევა ვერაფერი უწმინდური. И 11 стих. და მე-11 მუხლი. И такими были некоторые из вас. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენთაგან. Но
უწინ, омылись, მაგრამ განიბანდეთ, но осветились, მაგრამ წმიდა გახდით, но მაგრამ оправдались გამართლით именем Господа нашего ჩვენი Иисуса უფლის იესო Христа ქრისტეს სახელით и Духом Бога და нашего. ჩვენი ღვთის სულით. Это реальная цель, ეს არის რეალური это მიზანი, реальная программа. ეს არის რეალური პროგრამა. Если Бог свят, თუ ღმერთი წმიდა, так будьте же святы, как свят Отец ваш Небесный. მაშიყავით ისეთივე წმინდა, როგორც თქვენი ზეციერი მამაა წმიდა. Реально ли победить свою порочную и проклятую сущность? რეალურია თუ არა შენი დაზიანებული, დაცემული არსის განწმენდ, Сам по себе человек этого никогда не достигнет. თავისთავად ადამიანი თავისი ძალით ამას ვერასდროს ვერ მიაღწევს. Это возможно только во Христе Иисусе. ეს შესაძლებელია მხოლოდ ქრისტე იესოში. Все возможно верующему. მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი. Я просто задаю вопрос. მე უბრალოდ დაგისვავთ შეკითხვას. Желание სურვილი, номер 1, პირველი. решение გადაწყვეტილება, номер 2, ნომერი 2. поступок номер საქციელი, 3. ნომერი 3. Дух Святой сегодня проверяет нас სული წმინდა გვამოწმებს на დღეს ჩვენ уровне желания. Хочешь ли ты? სურვილების დონეზე, გინდა თუ არა. Или ты уже привык к этой вот жизни? თუ მიეჩვიე შენ ამ ცხოვრებას. Поэтому наша молитва, ამიტომ ჩვენი ლოცვა Господь, проверь ღმერთო შეამოწმე уровень моих желаний. ჩემი გადაწყვეტილებების დონე, Проверь სურვილების დონე. уровень моих решений. შეამოწმე ჩემი გადაწყვეტილებების დონე. Поэтому Господь и хочет увидеть реальную позицию. У нас было учение об обрезании, отречении, обрезании и сораспятии. ღმერთს უნდა ამ გადაწყვეტილებების რეალურად დანახმა ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ მქონდა სწავლება წინა დაცვეთაზე, უარყოფაზე და განშორებაზე. Первое, что начался, я отрекаюсь. პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებდით, მე უარს ვამბობ. Это на уровне желания. ეს სურვილების დონეზე. Даже если желание появляется, თუნდაც ты говоришь, სურვილი нет, ჩდება, я не хочу. მე ვამბობ, მე არ მინდა ეს. На уровне желаний სურვილების დონეზე. победишь желание плоти, ты გაიმარჯვებ сможешь победить поступок плоти. გაიმარჯვებ ხორცის სურვილებზე, შენ შეძლებ გაიმარჯვო ხორცის აქციელებზე. Когда Дух Святой приходит, როცა სული წმინდა მოდის, Он пленяет наши помышления ის ატყვევებს ჩვენს გადაწყვეტილებებს и дает возможность отречься от этого. და გაძლევს საშუალებას უარი თქვა И ამაზე. сказать, я сделал выбор, და თქვა რომ მე მივიღე и გადაწყვეტილებას я не отступлю. და მე არ დავიხე Я უკან. сделал выбор, მე მივიღე გადაწყვეტილება. назад не поверну. უკან არ მივბრუნდები. Я сделал выбор მე მივიღე გადაწყვეტილება. знать Бога моего. რომ ვიცნობდე ჩემ ღმერთს. Я знаю, победа придет მე მჯერა რომ გამარჯვება по მოვა. слову Его. მისი სიტყვის И თანახმად. только на основании нашего выбора მხოლოდ ჩვენი არჩევანის საფუძველზე. Господь будет преображать наши უფალი мозги, наш характер и нашу сущность. უფალი გარდაქმნის ჩვენს გონებას, ჩვენს ხასიათს და ჩვენს არსებას. Поэтому, друзья мои, ასე რომ ჩემო მეგობრებო, как вы понимаете, сегодня у нас кардиологическая тема. როგორც თქვენ ალბათ უკვე გესმით, დღეს ჩვენ გვაქვს კარდიოლოგიური თემა. Господь желает проверить наше сердце, ღმერთს უნდა შეამოწმოს ჩვენი გული, вычистить его от всякого мусора გამოანთავისუფლოს იქიდან ყველა и ნაგავი очистить. და გაასუფთავოს. Мы не зря так часто поем. ჩვენ ტყუილა და ორმღერი ვართ ასე ხშირად. Сердце чистое, სუფთა გული сотвори во мне შექმენი ჩემში წმინდა გული своею живою водой. შენი წმინდა წყლით Сердце мое омой. შენ ჩემი გული განწმინდე Потому გამბადე что только чистое сердце, იმიტომ რომ მხოლოდ სუფთა გული они Бога узрят, ისინი ღმერთს и იხილავენ они будут вместе с Ним. და ისინი იქნებიან მასთან ერთად. Притчи 4, იგავთა მეოთხე თავი 20-24. 20-24. Сын мой, შვილო, словам моим внимай, ჩემს სიტყვებს მოусმინე и крича моим преклони ухо твое. და ჩემს ნათქვამს დაუგდე ყური. Да не отходят они от глаз твоих. თვალი არ მოაშორო.
Храни внутри сердца твоего, გულის წიაღში შეინახე, потому что они რადგან ისინი это заповеди, это учение, это обетование Божье. ეს არის მცნებები, ეს არის სწავლება, ეს არის ღმერთის აღთქმები, Они жизнь для того, кто нашел их. რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისთვის И здравие для всего тела его. და კურნება მისი И სხეულისთვის. 23 самый главный стих. 23 ყველაზე მთავარი მუხლი. Больше всего хранимого ყველაფერზე მეტად храни сердце свое. დაიცავი შენი გული, Потому что из него რადგან მისგან источники жизни. მოედინებიან სიცოცხლის წყაროები. Отвергни от себя лживость уст მოიცილე მზაკურობა ბაგიდან и лукавство языка убери от себя. და უკუღმართი საუბარი განიშორე. Внимательно следите, что происходит в лабиринтах вашего сердца. ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენი გულის ლაბირინთებში. Блажен человек, если его сердце будет хранилищем Божьих откровений. ყურთხეულია კაცი თუ მისი გული იქნება ღმერთის გამოცხადებების сацავი. И горе человеку, და ვაი если он ადამიანს позволит дьяволу თუ ის უფლებას მისცემს ეშმაკს, размещать его зловещие планы. რომ განიხილოს მისი ბოროტი გეგმები. Запомните фундаментальный принцип. დაიმახსოვრეთ ფუნდამენტური პრინციპი. Все, что сегодня происходит в твоем сердце, ყველაფერი რაც დღეს ხდება შენს გულში, завтра будет происходить в реальной жизни. ხვალ მოხდება შენს რეალურ ცხოვრებაში. Из невидимого, из невидимого უხილავიდან происходит видимое. წარმოიშვება ხილული. Прежде чем Каину убить Авеля, სანამდე კაენი მოკლავდა აბელს, этот сюжет он обкатывал внутри себя сотни раз. ეს სიუჟეტი მან თავის შინაგანში გადაახვია 100-ჯერ მეტზე. Точно так же, как Бог, даруя откровение человеку, Он позволяет ему это откровение обкатывать сотни раз, прежде чем выйти на эту сцену. და სანამდე ღმერთმა როცა ადამიანს აძლევს გამოცხადებას, ის აძლევს უფლებას, რომ რამდენჯერმე გადაახვიოს ის თავის თავში, სანამდე გამოვა სცენაზე. Поэтому проверь, кто сегодня на полигоне твоего сердца обкатывает свои программы. ასე რომ შეამოწმე დღეს, რომ შენი გულის პოლიგონზე ვინ გადაახვევს და ატრიალებს თავის სურვილებს. Блажен человек, который, встречаясь с Богом, обкатывает программу грядущую во всех деталях и понимает, что это завтрашний день. კურთხეულია ადამიანი, რომელიც ხვდება ღმერთს და მასთან სურვილების დონეზე ატრიალებს ამ გამოცხადებებს ღვთის წინაშე. Мы сейчас уже молимся про эту конференцию в Гамбурге, просматривая в деталях, что будет в начале, что будет происходить во время молитвы. И когда у тебя это концентрируется внутри, Бог дает тебе эти инструктаж, Он дает тебе водительство. Блаженны люди, которые Божью волю, которые Божье откровение, они внутри обкатывают и обогащают. ჩვენ უკვე ვლოცულობთ ჰამბურგში ამ კონფერენციისთვის და გვინდა რაღაცეები დავინახოთ წინასწარ. კურთხეული ადამიანი, ვინც ამ გამოცხადებებს ატრიალებს თავის თავში და ღმერთი მისცემს მას აუცილებლად საშუალებას, რომ ეს გამოცხადებები რეალობაში მოვიდეს. А когда ты думаешь, как бы облапошить вон того мужика, და როცა ფიქრობ იმაზე, როგორ ვაცთუნო ის კაცი, самое интересное, вот с Авелиной мы разговаривали, დღეს и в команде ее საინტერესო დღეს ქალბატონ ეველინას вроде ველაპარაკებოდი. христиане, მის კომანდაში იყვნენ ეგრეთ წოდებული вроде ქრისტიანები. Бога знают. თითქოს ღმერთს Сколько იცნობენ. времени вынашивали планы, а? ღმერთთან ერთად თითქოს რაღაც გეგმებს ალაგებდნენ. Как деньги похитить, как отнять то, второе, третье. Როგორ Я მოვპარო представляю, ფული, это же როგორ сколько они в წავართვა ეს, башке როგორ своей გავაკეთო ეს. все это прокручивали. ესენი ამას ყველაფერს ატრიალებდნენ. Когда в твоем сердце ты обкатываешь Божьи программы, а рядом находится человек, который вынашивает эти злобные планы როცა дьявола. შენს გულში ატრიალებ ღმერთის გეგმებს, შენს გვერდით შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ამ ბოროტებას ატრიალებს თავის გულში. Эвелина сделала свой выбор,
ეველინამ И გააკეთა Бог ее თავის защитит არჩევანი. и благословит. ღმერთი მას დაიცავს და ღმერთი აკურთხებს. А те, кто сделал выбор в пользу дьявола, და ისინი, ვინც Они გააკეთეს будут არჩევანი посрамлены. ეშმაკის საწინააღმდეგოდ, ისინი შერცხვებიან. мы должны с вами понимать, ჩვენ უნდა გვესმოდეს, что мы отвечаем. რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს. И благословение будет და принадлежать нам. კურთხევაც იქნება, კურთხევაც გვეკუთვნის ჩვენვე. Последнее место и будем молиться. ბოლო ადგილი და ჩვენ ვილოცებ. Иеремия 17:4. იერემიას მე-17 თავის Следите внимательно, ყურადღება მიაქციეთ. кому ты даешь место. ვის აძლევ ადგილს? Это какие-то плотские фантазии, демонические планы, или это программа Божья? ეს არის რაღაც ხორციელი ფანტაზიები, დემონური გეგმები თუ ეს არის ღვთიური პროგრამა? Не давайте место дьяволу. არ მისცეთ ადგილი ეშმაკს. Если ты видишь каких-то богохульников, которые топчутся по святыням, забей и не общайся с ними. და თუ შენ ხედავ ვიღაც ღვთის მგმობელებს, რომლებიც დააბიჯებენ წმინდა ადგილებში, არ მისცე მათ ადგილი და განდევნე ისინი შენგან. Как Павел говорит, с такими даже не общайтесь, როგორც პავლე ამბობს, ასეთებს არც კი დაელაპარაკო, чтобы никто не траванул тебя. რომ ვერავინ ვერ ტრამვა არ მოგაყენოს, არ მოგწამლოს. К святым твоим и дивным, которые на земле, к ним все желание мое. შენ წმინდებთან ერთად მინდა ვიყო დედამიწაზე და მათთან ერთად არის ყველა ჩემი სურვილი. Внимательно следи, ყურადღება что Бог მიაქცია. совершает в твоем сердце. ღმერთი რას აკეთებს შენს გულში. Посмотрите, какая трагическая история может произойти в судьбе. შეხედე რა ტრაგიკული რამ შეიძლება მოხდეს ბედში. Иеремия 17:4-6. იერემიას მე-17 თავის მე-4-6 მუხლები. И ты через себя შენივე მეშვეობით лишился наследия твоего, დაკარგავ მემკვიდრეობას, которое я дал тебе. რომელიც მე მოგეცი. Подумайте только. დაფიქრდი მხოლოდ. Ни дьявола, არც ეშმაკი, ни Святого Духа. არც სული Ты. წმინდა. შენ, Через себя. შენი მეშვეობით. Прочитайте. Он говорит, ни при чем тут посторонние факторы. შენივე მეშვეობით არაფერ შუაში არ არის სხვადასხვა ფაქტორები. В другом месте написано, я предлагаю тебе жизнь и смерть, სხვა ადგილზე წერია, მე შენ წინაშე დავდე სიცოცხლე და სიკვდილი. благословение или проклятие. კურთხევა და წყევლა. Ты выбери. შენ აირჩიე. А я могу только рекомендовать, выбери жизнь, მე უბრალოდ რეკომენდაციას გიწევ, აირჩიე чтобы სიცოცხლე. ты жил. რომ შენ იცოცხლო. Твой выбор будет определять твое будущее. შენი არჩევანი განსაზღვრავს შენს მომავალს. И вот в этом месте და ამ ადგილზე человек сделал глупое решение. ადამიანმა მიიღო სულელური Бог ему გადაწყვეტილება. определил наследие, ღმერთმა მისთვის გაამზადა მემკვიდრეობა, дал свой удел, მისცა თავისი წილი, 4, а ты Მეოთხე. через себя შენივე მეშვეობით лишился этого наследия. დაკარგავ მემკვიდრეობას. Я тебе предлагал, მე მოგეცი, я его давал, მე მოგეცი შენ, ты повернулся შენ მობრუნდი и пошел. და წახვედი. Кто здесь виноват? ვინ არის აქ დამნაშავე? Ты виноват. შენ ხარ და Ты взял это решение, შენ მიიღეს и ты გადაწყვეტილება. отвернулся. შენ შეაქციე И ზურგ смотрите, как Бог наказывает. და ნახეთ ღმერთი როგორ Он говорит, ჯის. за то, что ты отказался персонально от этого наследия, იმისთვის რომ შენ პერსონალურად თქვი უარი ამ მემკვიდრეობაზე, я отдам тебя в рабство, მაშინ მე გადაგცემ შენ მონობაში и врагам твоим отдам землю, და შენს მტრებს გადავცემ მიწას, потому что вы воспламенили огонь гнева моего. რადგან თქვენ გააღვივეთ ჩემი მრისხანების ცეცხლი. Так говорит Господь. ასე ამბობს უფალი. Проклят человек, который надеется на человека. წეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს И плоть делает своею опорою. და ხორციელის მკლავს ენდობა. Опять выбор. ასე Плоть желает противного духу, а дух желает противного плоти. ისევ არჩევანი ხორცულ სურის საწინააღმდეგო, ხოლო სულს სურს ხორცის И საწინააღმდეგო. приоритеты в нашем выборе. და პრიორიტეტები ჩვენს И в არჩევანში. данном случае он говорит, проклят человек, და ამ შემთხვევაში ამბობს, რომ წეულია у კაცი, которого в приоритетах რომელსაც პრიორიტეტებში плотские требования.
ხორციელი მოთხოვნილებებია. Потому что человек, который надеется на человека იმიტომ რომ ადამიანი ვინც ადამიანზეა и დანდობილი плоть свою делает опорою, და თავის ხორცს ხსნის საყრდენად ხდის, его сердце удаляется от Господа. მისი გული შორდება უფალს. Плоть нас удаляет от Господа ხორცი გვაშორებს უფალს и приближает к дьяволу. და გვაახლოვებს ეშმაკთან. Дух სული удаляет нас от дьявола, გვაშორებს от всякого ეშმაკისგან. греха и приближает нас к Богу. ყველა ცოდვისგან და გვაახლოვებს ღმერთთან. Следите, друзья, მიაქცევთ, развивайтесь в духе. განვითარდით. У нас есть хорошая пословица: дух качать надо. ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი კარგი გამოცდა. Молиться, общаться, სული встречаться. უნდა ავარჯიშო, უნდა ილოცო Задавать და вопросы. მozიარეობა კონდეს. Поэтому შეხვდე. пусть Бог благословит нас, და ღმერთმა გვაკურთხოს ჩვენ, и каждый из нас რომ თითეული ჩვენთაგანი является кузнецом своего либо счастья, ვართ მჭედლები ჩვენი ან ბედნიერების, либо несчастья. ან უბედურების. И как бы мы ни хотели, და როგორც არ უნდა გვინდოს, мы в жизни ჩვენ ცხოვრებაში будем иметь не то, что нам навязали, გვექნება არა ის, რაც თავს მოგვახვიეს, а то, что мы сами выбрали. ის, რაც ჩვენ თვითონ ავირჩიეთ. Все, что сегодня уже зреет в нашем сердце, ის ყველაფერი, რაც მწიფდება დღეს ჩვენს завтра გულში, будет происходить в жизни. ხვალ მოხდება ჩვენ ცხოვრებაში. Когда это будет происходить, поздно пить боржоми. და როცა ეს მოხდება, გვიანი იქნება ბორჯომის დალევა. Ты уже ничего не поменяешь. ვერაფერს ვეღარ А вот შეცვლი. пока еще все внутри, მაგრამ ჯერ კიდევ სანამდე Бог может შინაგანშია, планы эти поменять. შენ ღვთის მეშვეობით შეცვალე ეს გეგმები. Напоминаю тему. შეგახსენებ Причина თემას, всех причин ყველა მიზეზთა მიზეზი – мое желание. ჩემი სურვილია. Начало всех начал ყველა საწყისის დასაწყისი – мое решение. ჩემი გადაწყვეტილება. Я сам источник მე ვარ წყარო, и добра. კეთილისაც და ბოროტის. Давайте закроем глаза მოდი დავხუჭოთ и თვალები, помолимся, чтобы драгоценный Дух Святой რომ ძვირფასმა სული წმინდა проревизировал მოახდინოს наше რევიზია сердце, ჩვენს გულებში, чтобы Он проверил область наших желаний, რომ მან შეამოწმოს ჩვენი სურვილების и ოლქი, чтобы Господь проверил область наших решений, რომ უფალმა შეამოწმოს ჩვენი чтобы Он проверил, გადაწყვეტილების не на опасном ли мы пути, რომ მან შეამოწმოს საშიშ გზაზე ვდგევართ и თუ არა направил бы нас на путь вечный. და დაგვაყენოს საუკუნო გზაზე. Давайте поднимем руки и будем молиться на მოდი языках. ავაპროთ ხელები და ვილოცოთ ენებზე.